და წარმატების ისტორიები, რომელიც ძალიან მრავლად არის დაგენერირებული ლიდერ ქალთა საზოგადოებაში. და ზუსტად საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკა დაიწყება ახლა, რომელსაც ტრადიციისამებრ ნათია შათირიშვილი უძღვება, რომელიც წარმატების ისტორიებს დაგვაცნობს, რა თქმა უნდა, საზოგადოების ეგიდით. ნათია, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ, საინტერესო ბლოგი გვექნება დღეს ძალიან, საინტერესო სტუმრებით, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, სანდრა, მივესალმებით ჩვენს ერთგულ ტელემაყურებლებს. დღეს ლიდერ ქალთა საზოგადოებას ყავს ორი უმშვენიერესი ქალბატონი სტუმრად, სტარტაპერები, ამავდროულად უკვე გამოცდილი სტაჟის მქონე, უკვე დიდი ხნის სტაჟის მქონე ქალბატონი სტუმრად, სალომე სამუშია, ინექციონისტი, რომელიც მოღვაწეობს რუსთავში. და შემდეგ სალომე თავად მოგვიყვება მისი საქმიანობის შესახებ და მაია ხელაია, რომელიც უკვე ხელაძე, ბოდიში, რომელიც უკვე 13 წელია, ხო? ქალბატონი მაია მუშაობს არა ერთ გზის მიმართულებით აწარმოებს ბიზნესი, საკმაოდ დიდი ჰოლდინგის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და მისი სამუშაო პროფილი შემოიფარგლება, როგორც თქვი, სხვადასხვა მიმართულებით, თუ სამშენებლო, თუ ტურიზმი, თუ განათლების სფერო და ასე შემდეგ და მე მიხარია, რომ ისინი ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან და კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა მოუხადო მობრძანებისთვის დღეს და ალბათ თვითონ მოგვიყვებიან თავიანთი წარმატებული ისტორიების შესახებ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება ითვლის უკვე დაახლოებით 13 წელს. ამ 13 წლის მანძილზე შევიძინე ძალიან ბევრი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, დღეს თქვენ სტუდიაში შემიძლია გავაჟღერო ესეთი ინფორმაცია, რომ დამწყებ იურისტებს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი ამ ინფორმაციას, ვთავაზობთ ჩვენ, ჩემი კომპანია ალმას ჰოლდინგი, გადამზადებას, ასევე პრაქტიკული უნარების შესწავლას, საქმის წარმოებაში ჩართვას, შესაბამისად დამწყებ იურისტებს, შეუძლია მოგმართონ, გაიარონ ჩვენთან სტაჟირებაც, ასევე გადამზადებაც, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს. იქნება სტუდენტი, დამწყები იურისტი, კომპანიის თანამშრომელი თუ სხვა. ასე რომ იურიდიული მიმართულებით ვიცით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებთან დაკავშირებით და დეტალურად ვიცით ეს ინფორმაციები და აგრეთვე ამასაც გავაჟღერებთ აუცილებლად მოგვიანებით. იქნებ გითხრათ, თქვენი საამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით, მე მგონი გრძელდება ისტორიები, რომ ქალბატონები ისეთ მიმართულებას ირჩევენ, რომ უფრო მეტწილად ფიქრობ მეთქი, რომ მამაკაცების საქმე მეთქი, ანუ რამდენად რთულია დღეს ინვესტორს დაეხმარო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს თუ სამშენებლო საქმიანობის დაკვეთის შესრულებაში თუ ბინადრობის, თუ როგორც მე ვიცი, მაქსიმალურად იღებთ მომსახურებას თავზე, მოუგვაროთ პასუხისმგებლობას, მოუგვაროთ სხვადასხვა მიმართულებით, ესა თუ ის დაკვეთა, ხო, უცხოელ პარტნიორებს. დიახ, მოგახსენებთ, თავიდან ჩემი გამოცდილება ზუსტად უკავშირდება უცხოელებთან ურთიერთობას, შესაბამისად ჩვენი დამკვეთები, კომპანიის დამკვეთები იყვნენ ძირითადად უცხოელები ინვესტორები, ვისაც არ ქონიათ აქამდე შეხება საქართველოს კანონმდებლობასთან და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პროფესია არის იურისტობა, მათ კომპანიას უწევდი იურიდიულ მომსახურეობას, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით იქნებოდა შპს-ის რეგისტრაცია და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება სამშენებლო კომპანიას და მის წარმოებას, მართალია ეს არ არის იურისტის განსახორციელებელი საქმე, თუმცა იურისტის ჩართულობა აუცილებელია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ არის ბევრი შემოწმებები შემოდის, არის აუცილებლად ხელშეკრულებები გასაკეთებელი და თუ გვინდა რომ კომპანია და ინვესტორმა იფუნქციონიროს ზუსტად წარმატებით, აუცილებელია იურისტის ჩართულობა და მე შემიძლია ვთქვა დღეს, რომ არა მხოლოდ იურისტი, ასევე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელიც ვარ, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეს სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობით და ამას საომავლოთაც გამოვიყენებ აუცილებლად. საერთოდ ეს კომპანია ძალიან საინტერესოა, ძალიან მიხარია, სხვადასხვა ძალიან კაი აქცენტები დასვა ალბათონმა მაიამ და
მე მაინტერესებს ანუ სად ოპერირებს ძირითადად კომპანია, სად არის ლოკაციები ძირითადად, სადაც არის სამშენებლო ობიექტები. დიახ, ჩვენ თანამშრომლობთ რამოდენიმე სამშენებლო კომპანიასთან, ერთ-ერთი არის კომპანია GMS, რომელმაც უკვე განახორციელა წარმატებით სამშენებლო მშენებლობა, ეს არის დიდი ღომში თბილისში ფარნავაზ-მეფის გამზირზე. თან მოგვიწია პანდემიის პერიოდში მშენებლობის ნებართვა რო ავიღეთ და რო არ შეჩერებულიყო და ჩავტეულიყავით ამ მშენებლობის ნებართვის პერიოდში. ძალიან სწრაფი ტემპით მშენებლობის განხორციელება, მაგრამ რაც მთავარია ხარისხიანად, ანუ არ შეუფერხებია ამ კოვიდს ჩვენი მშენებლობა, ძალიან ხარისხიანად, შესაბამის ვადებში ავაშენეთ ეს კორპუსი და ჩავაბარეთ მობინადრეებს დათქმულ დროში. რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული? კომპანიაში მშენებლობის დროს ალბათ იქნებოდა დასაქმებული 60-მდე პირი. ძალიან ისე მით უმეტეს კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ძალიან გართულებული იყო სამშენებლო მომსახურებების გაწევა და დასაქმება პირების, ძირითადად ყველა იყო სახლიდან დასაქმებული, ან ინტერნეტით და ასე შემდეგ. ჩვენ კომპანიაში პირადად ფიზიკურად მუშაობდნენ სხვათა შორის საქართველოს მოქალაქეები და ინახავდნენ ოჯახებს. ეხლა რამდენად არის მომართვიანობა? აი, მაინტერესებს, შეჩერებულია თუ ისევ გრძელდება ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მომართვიანობა შეიძენის უძრავ-მოძრავი ქონების. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. სხვათა შორის ძალიან დიდია დაინტერესება. მართალია გაძვირდა დიდად ახლა საქართველოში როგორც მიწისნაკვეთები, ასევე ბინები თუ კომერციული ფართები, თუმცა დაინტერესება ისევ არის და ალბათ ამანაც გამოიწვია ამ ფართების გაძვირებაც კი და ჩვენ შესაბამისად უწევთ ძალიან კარგ კონსულტაციებს თუ რომელი მიწისნაკვეთია მაგალითად სამშენებლოდ გამოსაყენებელი, ამას ჩვენ გამოვიკვლევთ და შემდეგ შევთავაზებთ ინვესტორს ისე არა რომ ცხადია გადაფორმებაში. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველაფერში ვეხმარებით, ვინაიდან თუ მიწისნაკვეთს შევეხებით, ჩვენ ვიცით რომ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთი შეუძლია მხოლოდ შეიძინოს უცხოელმა, ხოლო რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო მიწისნაკვეთს, აკრძალულია კანონმდებლობით შესაბამისად ვთავაზობთ ზუსტად იმ კატეგორიის მიწისნაკვეთს, რომელიც შეიძლება გქონდეთ საკუთრებაში და მასზე აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა. მე ვფიქრობ, ახლა იდეაში წარმოვიდგინე, რამდენმა მსმენელმა შეიძლება მოგმართოთ, თუნდაც იურიდიული კუთხით ტრენინგების გავლის დასრულების შემდეგ, რამდენად შესაძლებლობა იძლევა მათ იგივე პრაქტიკა გაიაროს, თუნდაც აი ამ საქმიანობაზე დაყრდნობით და პრაქტიკა кейსების საფუძველზე აიმაღლონ მათ კვალიფიკაცია და მე ძალიან მიხარია რომ საქართველოში თითქმის არ არის არ ვამბობ ხმამაღალი განაცხადი არ იქნება ეს იურიდიული მიმართულებით სასწავლებელი გადამზადების კუთხეს გულისხმობ და არა კოლეჯს და უნივერსიტეტს სადაც მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ აიღონ ავტორიზირებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და ქალბატონ მაია სწორედ ესეთი სასწავლებელი აქვს სადაც შესაძლებლობა აქვს მსმენელებს ნებისმიერ დაინტერესებული იურიდიული მიმართულებით სტუდენტს აიღოს კვალიფიციური ავტორიზირებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატები და მე ძალიან მახარობს ეს ამბავი რომ არა მხოლოდ თეორიული კუთხე გაქვთ მოგვარებული არამედ პრაქტიკული გადამზადების შესაძლებლობასაც აძლევთ რეალურ кейსებზე დამყარებით და ეხლა გადავალ ვითხოვთ ალბათ მაიას ხშირად ეთერში